მოგესალმებით, თქვენ უყურებთ დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას. ახალ ამბებს მე გიორგი დოლიძე გაგაცნობთ. ნოდარ დუმბაძის 85 წლის იუბილე ჩოხატაურში მასშტაბურად აღინიშნა. პრემიერ-მინისტრი ხიდისთაველებს გზის შეკეთებას დაპირდა. კუკარაჩა ჩოხატაურის სახალხო თეატრში. ყველასათვის საყვარელი მწერლის ნოდარ დუმბაძის 85 წლის იუბილე ჩოხატაურში მასშტაბურად აღინიშნა. მწერლის მშობლიურ კუთხეს მინისტრთა კაბინეტის დიდი ნაწილი და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ. დღეს დიდი ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის დაბადებიდან 85 წელი შესრულდა. ჩვენ ახლა ჩოხატაურში მისი სახელობის სკვერში ვიმყოფებით. ჩემს უკან სხვადასხვა სახის ღონისძიებები ერთმანეთის პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. მათი დასრულების შემდეგ სტუმრები უკვე ხიდისთავში, მწერლის სახლ-მუზეუმში გადაინაცვლებენ. ღონისძიება ნახატების გამოფენით გაიხსნა. სანამ სტუმრებს ელოდებოდა ჩოხატაურის კულტურის სამსახურის უფროსი სამზადისზე გვესაუბრა. დღეს დიდი ქართველი მწერლის და საზოგადო მოღვაწის, დიდი ჰუმანისტის ბატონი ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეა და ჩოხატაურში დავიწყეთ ეს ღონისძიება. რა თქმა უნდა, გაგრძელდება და დაიწყება თბილისშიც გაგრძელდება. დღევანდელი ღონისძიება დაიწყება მისი ბიუსტის შემკობით. აქაც გაიმართება პატარა ღონისძიება, რომელიც დაგვირგვინდება ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში, სადაც ველოდებით ძალიან ბევრ და დიდ სტუმრებს. სულ მალე ქალაქის სტუმრებით აივსო. კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ მწერლის ბიუსტი ყვავილებით შეამკო. შემდეგ კი სტუმრებმა იქვე მოწყობილ მცირე კონცერტს მიადევნეს თვალი, სადაც პატარები სიმღერებითა და დუმბაძის ლექსებით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე. ციხია და ციხემზეცა კახია. თავზე რომ ჯანგი ეხოვა გორული ხბალახია. ნოდარ დუმბაძე იყო, არის და იქნება ის მწერალი, რომელიც ყოველთვის ჭირდება საქართველოს, იმიტომ რომ ნოდარ დუმბაძე სიყვარულისა და სიკეთის მწერალია და ვისაც წაკითხული არ აქვს ახალ თაობას, აუცილებლად ყველამ უნდა წაიკითხოს, იმიტომ რომ მისი წიგნების წაკითხვის შემდეგ უფრო მეტად გიყვარს ადამიანი. აი ეს დღე 14 ივლისი ქართველ ხალხს ყოველთვის შეახსენებს ამას. ამ დღეს ჩოხატაურის მინისტრთა კაბინეტის დიდი ნაწილი, გურიის მუნიციპალიტეტების ხელისუფლება და მაჟორიტარი დეპუტატები სტუმრობდნენ. აქვე იყვნენ ცნობილი რეჟისორები და მსახიობები. ულოცავ თელ გურიას ჩოხატაურს ხიდისთავს ყველას რომ ასეთი კაცი შვა დედამიწაზე. ესეთი ბედი მწერალს იშვიათად გებია. იმიტომ რომ თვითონ იყო სიყვარულის განსახიერება. ემოციებს ვერ მალავდა ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი ქეთევან დუმბაძე, რომელიც ჩოხატაურს შვილიშვილებთან ერთად ეწვია. საოცარი გრძნობა, ესეთი ბედნიერი, არ ვიცი, ძალიან დიდი ხანია არ ყოფილა. დრო დადგა საკითხი იმაზე, რომ იმდენი ღონისძიება იყო, რომ მე და მანანას უნდა გაგვეყო ჩვენი საქმიანობა, მე ვარ ჩერო გურიაში წამოვსულიყავ, იმიტომ რომ აქ აბსოლუტურად სხვა მუხტია. აი ხა მამას ლექსებს კითხულობდნენ ბავშვები სხვანაირად, გურულად. დღეს პირველად ჩამოვიყვანე ჩემი შვილიშვილები გურიაში. მე მინდა რომ მათ შეიგრძნონ ეს ყველაფერი. ღონისძიების დასრულების შემდეგ საზოგადოებამ სოფელ ხიდისთავში გადაინაცვლა. სწორედ ხიდისთავში ელოდნენ დღის მთავარ სტუმარს ბიძინა ივანიშვილს. სპეციალურად მისთვის მოეწყო თეატრალიზირებული წარმოდგენა, რომელშიც დუმბაძის პერსონაჟები თამაშობდნენ. ქალაქის შემდეგ სტუმრებმა უკვე ხიდისთავში გადმოინაცვლეს ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან და მინისტრებთან ერთად პარლამენტარებიც სტუმრობდნენ. პრემიერ-მინისტრი ხიდისთავში მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა. ჯერ სპეციალურად მისთვის გათამაშებულ თეატრალურ სცენებს მიადევნა თვალი. შემდეგ კი საგანგებოდ მოხდილი ჭურიდან ღვინო ტრადიციული კოპეთი დააგემოვნა. შემდეგ კი კოპე პრეზიდენტობის კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს გადაულოცა. ამის შემდეგ პრემიერმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა. ისაუბრა ნოდარ დუმბაძის შემოქმედებით მნიშვნელობაზე. ბოლოს ხიდისთაველებს გზის შეკეთებასაც დაპირდა. გილოცავთ დღევანდელ დღეს და გისურვებთ გვეცხოვროთ იმ მაგალითებით, რომელიც ნოდარმა დაგვითოვა. და ეს მაგალითები გახდათ ადამიანის სიყვარული და რაც თავარია უკიდურგანო სიკეთე, რომელიც მისი გმირების ცხოვრებაში იკვეთება. უკვდავია ნოდარ დუმბაძე, როგორც მარადისია, მისი მარადისობის კანონი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ნოდარ დუმბაძის სოფელი გადარჩება, გამრავლდება და აღორძინდება. მინდა ჩინონიკად ჩემი თავი დავასახელო, თუმცა დღეს ესეც არ მოვადგენ. ყოველთვის ხდებოდა ასეთ დღესასწაულებზე წინასწარ აკეთებდნენ გზას და საუბედუროთ მე ბოდიშს მოხდით
ინფორმაციაც არ ვიცოდი და ხვალიდანვე დავიწყებ და სირცხვილია რომ ნოდარ დუმბაძის მიზეზ სახელმწიფომდე რა არ არის. ამას მოჰყვა იქვე გათამაშებული თეატრალური სცენა. ეპიზოდები ნაწარმოებიდან მე ვხედავ მზეს. მეტი აღარ შემიძლია. არ მინდა პოსტაჟიონობა. არ მინდა გეყურება თქვენ. არ მინდა გახო. დღეს მნიშვნელობასა და დუმბაძისადმი დამოკიდებულებაზე გვესაუბრა პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი. უაღრესად სასიამოვნოა და აღსატაცებელია ის რაც ხდება აქ და ძალიან დიდ ენერგიას ვიღებთ ყველა იმისთვის რომ მემსახუროთ უკეთესად ამ ქვეყანას. აი ესეთი შეხვედრიდან სადაც ხედავთ ამდენ ნიჭიერ ადამიანს, ამდენი ნიჭიერი ოჯახის შვილს. ჩვენ ვიღებთ იმ ენერგიას, რომელიც შეგვაძლებინებს ძალიან მალე ის სილაღე, რაც საქართველოს ახასიათებს, ის წელში გაშლილობა და ნიჭი ძალიან მალე ავაყავოთ და გავამრავალფეროვოთ. მცირე კომენტარით შემოიფარგლა ნოდარ დუმბაძის მეუღლე ნანული დუმბაძე. ამაზე მეტი ემოცია არ არსებობს, რაც მე დღეს ამაქვს. საქართველოს ყველა კუთხეში მიდის ნოდარის გახსენება. ღონისძიება სახელმწიფო ანსამბლმა გურიამ დაასრულა. მოცეკვავეებმა პრემიერსა და დანარჩენ სტუმრებს რამდენიმე ლამაზი ნომერი წარმოუდგინეს. ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეს უკავშირდებოდა ჩოხატაურში მოზარდ მაყურებელთა თეატრის გასტროლიც. დასმა სპექტაკლი კუკარაჩა წარმოადგინა. საქართველოს პუბლიცისტი არტისტის აბედიკ ბაბაიაშვილის პალეოი თეატრის ახალი ტრაგედიის ოტელოს თანამედროვე ბალეტი. სპექტაკლი, რომლის რეჟისორი ოთარ ბაღათურია, საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა. წარმოდგენა 10 მცნებით გაიხსნა, რამაც სპექტაკლის შემდგომი განვითარება ქრისტიანული მორალისა და მიდგომების გასცენიურებით განსაზღვრა. ზნეობრივი გმირი კუკარაჩა და მისი გარემომცველი სამყარო. სპექტაკლის მთავარი სათქმელიც სწორედ ეს გახდათ. რეჟისორმა განსაკუთრებული აქცენტი ასევე 40-იანი წლების თბილისზე გააკეთა და ცოცხლად გამოძერწილი ქალაქელი პერსონაჟები გვიჩვენა. მოგვიწევდა გული აქეთ, იმიტომ რომ ნოდარ დუმბაძის სამშობლოა, ნოდარ დუმბაძეს სახელი ქვია ჩვენ თეატრს და კუკარაჩა სწორედ ნოდარ დუმბაძის არაჩვეულებრივი ნაწარმოებია. მე დამაკისრეს მისი აღდგენა, იმიტომ რომ მე ამ სპექტაკლში ვთამაშობდი კიდეც. საქართველოს კუთხეებში უკვე ძალიან მონატრებულია ხალხი გასტროლს და განსაკუთრებით ქართულ პიესებს და მით უმეტეს ბატონი ნოდარ დუმბაძის აი ესეთ ცნობილ ნაწარმოებს სცენაზე. ჩვენც უფრო მეტი გვაქვს ფორიაქი, ღელვა, პასუხისმგებლობა და დიდი სიყვარულით და სიხარულით ვართ ჩამოსულები. თამაშობთ ძალიან პასუხისმგებლოა, რა თქმა უნდა, თავისთავად. ყველგან თამაში და მით უმეტეს ახლა აქ დღევანდელ დღესთან. ამით ნოდარ დუმბაძისადმი მიძღვნილი დღე დასრულდა. 14 ივლისი ჩოხატაურისთვის მართლაც განსაკუთრებული აღმოჩნდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ლიტვის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება. ასევე იგეგმება პრემიერის სიტყვით გამოსვლა ევროკლუბში, სადაც ის საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრებს. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა სამინისტროში გააცნეს. როგორც მინისტრის მოადგილე დავით ზალკანიანი განმარტავს, იქედან გამომდინარე, რომ ლიტვა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, მოწვევა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იწევს. 19 ივლისს კი ივანიშვილი პოლონეთს ეწვევა. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პოლონეთის პრეზიდენტთან პრემიერ-მინისტრი ძირითადად ეკონომიკური საკითხებს განიხილავს. ლიტვა როგორც ამ სამიტის მასპინძელი ქვეყანა და როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან ურთიერთობას. ბოლო ბათუმის კონფერენციაზე ჩვენ მასპინძლობდით ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს და მასთან ორმხრივი შეხვედრების შედეგად გამოიკვეთა სწორედ ის დიდი ყურადღება, რასაც ლიტვა ანიჭებს საქართველოსთან ურთიერთობას და ასევე საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. სწორედ ამ საკითხებზე იქნება საუბარი პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს ლიტვაში. გაგრძელდება პრემიერის ვიზიტი 19 ივლისს პოლონეთში, სადაც იქნება შეხვედრა პოლონეთის პრემიერთან ტუსკთან და ასევე საუბარი იქნება საქართველოს-პოლონეთს შორის ორმხრივ ურთიერთობის ყველა მნიშვნელოვან დეტალზე, ასევე ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
შინაგან საქმეთა მინისტრი CSKO-ს თავმჯდომარე შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა არჩევნების მშვიდ და დემოკრატიულ გარემოზე ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და დაადასტურა პოლიციის მზადყოფნა, პრევენციული ზომები მიიღოს და აღმოფხვრას ყოველგვარი ექსცესები. შეხვედრაზე მხარეებმა სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღეს. ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ბატონ ზურაბთან. ჩვენ ვისაუბრეთ მოახლოებულ არჩევნების თაობაზე. ჩვენ მხრიდან სრული მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაუდასტურეთ. რომ ჩვენ მაქსიმალურად მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რათა მაქსიმალურად აღმოვხვრათ და წინასწარ პრევენცია მოვახდინოთ ნებისმიერი ექსცესების. აქვე მინდა აღვნიშნო, ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, რომ ქვეყნის ისტორიაში ჩავატაროთ მართლაც უპრეცედენტოდ მშვიდი, სამართლიანი და ნამდვილად დემოკრატიული არჩევნები. და პოლიცია, მთლიანად ჩვენი სამინისტრო გააკეთებს ყველაფერს ამისათვის. ძალიან კარგი სამუშაო შეხვედრა გქონდა ჩვენ ბატონ შინაგან საქმეთა მინისტრთან. მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენ მივხედავდით საორგანიზაციო საკითხებს, კერძოდ თუ როგორი უნდა იყოს უზრუნველყოფილი უსაფრთხოება წინასაარჩევნო პერიოდში და განსაკუთრებით არჩევნების დღეს. თან იმავე დროს ეს ყველაფერი უნდა გააკეთდეს ინფორმატით, რომ ყველაზე ესეთ მწვავე კრიტიკოსაც არ დარჩეს იმის სათქმელი, რომ არჩევნების დროს რაიმე ზეწოლას ჰქონდა ადგილი პოლიციის მხრიდან ან არასაჭირო აქტივობას. ჩვენ შევთანხმდით, რომ გარკვეულ სამუშაო ჯგუფს შექმნით, გვექნება მუდმივი კონტაქტი და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს ისე, როგორც ქართული საზოგადოება ითხოვს და ეს უნდა იყოს ერთ-ერთი საუკეთესო არჩევნები ალბათ საქართველოს ისტორიაში. ვაგრძელებთ გამოშვებას. საინფორმაციო შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. ოლიმპიური ფესტივალისთვის ხელბურთელები ოზურგეთში ემზადებიან. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში წყლის მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. საზოგადოებრივ ორგანიზაციათა კოალიცია, საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი და გურიის მედიატორთა ასოციაცია პროექტს გაერთიანება წყლის მომხმარებელთა უფლებების დასაცავად ფარგლებში იწყებს, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში წყლის მომხმარებელთა ინტერესების დაცვაზე იქნება მიმართული. ჩვენ ვიწყებთ კამპანიას იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული პროგრამა, ანუ პრობლემები იქნეს დაძლეული და კონკრეტული პასუხისმგებელი პირები იქნეს გამოკვეთილი, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით წყლის მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებთან გასცემს მომხმარებლებს, რა თქმა უნდა, შესაბამის ადეკვატურ პასუხს. პროგრამის განხორციელების საწყისი ეტაპი მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ბინათ მესაკუთრეებთან აქტიურ ინფორმაციული ხასიათის შეხვედრების ორგანიზებას და ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობის ჩამოყალიბებას მოიცავს. ვცდილობთ, რომ ჩამოვაყალიბოთ ბინათ საკუთრეთ ამხანაგობები და ანუ ის კონკრეტული ჯგუფები, რომლის მეშვეობითაც ჩვენ შევეცდებით, რომ ბინათ მესაკუთრის ბინაში შევიდეთ და ის პრობლემები, რომელიც მათ კონკრეტულად აწუხებთ, იქნეს მოგვარებული როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან, რომელიც უშუალოდ მომწოდებელია ჩვენი წყლისა, ასევე ხელისუფლებას როგორც ცენტრალურთან, ისე ადგილობრივთან. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს ბინათ მესაკუთრეთ ამხანაგობები მხოლოდ წყლის პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით იქნეს გამოყენებული, არამედ იმ საყოფაცხოვრებო პრობლემების გადასაჭრელად, რომელიც უშუალოდ მათ ბინაში, მათ კორპუსში აწუხებს. ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობის ჩამოყალიბებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ერთგვარად დემოკრატიული და აქტიური პროცესი განვითარდება, რომელიც შემდგომ მრავალი პრობლემის პოზიტიურად მოგვარებას დაუდებს დასაბამს. საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები გუნდი 2015 წლის ოლიმპიური ფესტივალისთვის მზადებას ოზურგეთის სპორტის განვითარების ცენტრში ერთი კვირის განმავლობაში გაივლის. საქართველოს ვაშ ხელბურთელთა ნაკრები გუნდი 2015 წლის ოლიმპიური ფესტივალისთვის ინტენსიურ მზადებას გადის. ნაკრები გუნდი საცნელ შესაკრებ ვარჯიშებს დაბა ურეკში, ხოლო მოსამზადებელ ეტაპს ოზურგეთის სპორტის განვითარების ცენტრში ევროპის ხელბურთის ფედერაციის ექსპერტთან ერთად ახორციელებს. ჩვენ დავიწყეთ პირველიდან, გაიარეს ფიზიკური მომზადების ეტაპი და ეხლა გადმოვიდეთ ბურთზე სავარჯიშოდ. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩართული არის ევროპის ხელბურთის ფედერაციის ექსპერტი, რომელიც ჩამოსულია და ჩვენ საცნელ შტაბთან ერთად, ესე იგი, ერთობლივ საცნელ პროცესს ატარებთ. უპირველეს ყოვლისა ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ევროპის ხელბურთის ფედერაციიდან აქ ვიმყოფები და მაქვს შესაძლებლობა ურთიერთობა საქართველოს ვაშ ხელბურთელთა ნაკრებ გუნდთან მქონდეს. ეს პირველი დღეა, წინ კიდევ ერთი კვირა გვაქვს. მე იმედი მაქვს, რომ კარგი შედეგებს მივიღებ და ამით სამომავლოდ მათ სპორტულ კარიერასაც გავზრდით. საქართველოს ვაშ ხელბურთელთა ნაკრები გუნდი ოზურგეთში ერთი კვირის განმავლობაში დარჩება.
ოზურგეთელმა მორაგბეებმა ზვანის სტადიონზე წყალტუბოს გუნდთან ტესტ მატჩი გამართეს. ოზურგეთის ზვანის სტადიონზე პირველი ლიგის მორაგბეებმა ოზურგეთელმა არწივებმა ამხანაგური ტესტ მატჩი წყალტუბოს დინოზავრებთან გამართეს. რაგბის პოპულარიზაციის მიზნითა და სამომავლოდ საქართველოს ჩემპიონატზე წარმატების მოპოვების მიზნით გუნდებმა მოედანზე ერთმანეთში შეაფასეს. ყოველი თამაში ჩვენ გვაძლიერებს და გვიმატებს და წინ მივდივართ, რა ვიცი. ახლა პირველად ჩამოვედი აგერ ოზურგეთის გუნდზე და თით წინააღმდეგობას გვიწევენ ანალოგიური ალბათ ჩვენს და რა ვიცი, ძალიან მომწონს. გამომართეთ ერთ-ერთი ტესტ მატჩი წყალტუბოს დინოზავრებთან. ძალიან ახალგაზრდა გუნდია და ფაქტობრივად პირველად აპირებენ წელს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობას. ძალიან მედგარი წინააღმდეგობა გაგვიწიენ, ძალიან ახალგაზრდა გუნდია. რაც შეეხება ჩვენ გეგმებს, დღეს ყოველ შემთხვევაში გამოსტას უტარებს რა ჩვენი მსნელი და რაღაც დავალებებს აძლევს ჩვენს გუნდს და ამის შემდეგ კიდევ გეგმავთ რამოდენიმე ტესტ მატჩს. ეს იქნება ბათუმთან, დელფინებთან და ასე იქნება ქუთაისის ბაგრატთან. შემდეგ გეგმავთ შეკვეთილში შეკრებას და იმ შეკრების პროცესში კიდევ ერთი ორამხანაგურ შეხვედრას ალბათ ფოთის კოლხრაინდებთან და კიდევ რომელიღაც გუნდს შევარჩევთ. დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატზე ოზურგეთელმა მორაგბეებმა მეოთხე ადგილის დაკავება შეძლეს, თუმცა ყოველი შეხვედრით შეეცდებიან პლეი-ოფში გასვლა შეძლონ. გუნდი აგვისტოს თვეში დაბა ურეგში ვარჯიშების გავლას გეგმავს. ახლა ჩვენს ეთერში ამედის პროგნოზის დროა, რომელსაც ნათია მუქერია წარმოგიდგენდა. მოგესალმებით, მესალმებით ჩვენს ერთგულ მაყურებელს ყოველდღიური ამინდის პროგნოზით გავიგოთ თუ როგორი ამინდი გველოდება ხვალისთვის. დღეს ოზურგეთში დაფიქსირდება 19 გრადუსი სითბო, ხვალისთვის კი სამწუხაროდ ნავარაუდები არის ნალექიანი ამინდი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით დაფიქსირდება 27 გრადუსი, ღამით კი დაფიქსირდება 18, იქროლებს აღმოსავლეთის ქარი. ლანჩხუთში დღეს ღამით დაფიქსირდება 20 გრადუსი სითბო, ხვალისთვის კი ნავარაუდები არის. ცოლებად ღრუბლიანი ამინდი, მოსალოდნელი ჭექა-ქუხილით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ისიც დაფიქსირდება 27 გრადუსი, ღამით დაფიქსირდება კი 20 გრადუსი და იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი. ჩოხატაურში კი დღეს ღამით სინოპტიკოსები ვარაუდობენ მინიმალურ ტემპერატურას 19 გრადუსს, ხვალისთვის დაფიქსირდება აკა ჭექა-ქუხილი, ცვალებად ღრუბლიანი ამინდი. დღის მეორე ნახევარში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი იქნება დღისით 29 გრადუსი, მინიმალური 21 და იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი. ამით დაგემშვიდობებით, დროებით. ამედის პროგნოზი ნათია მუქერიამ გაგაცნოთ. საინფორმაციო პროგრამა ფაქტი დასასრულს მიუახლოვდა. მადლობთ რომ გვიყურეთ და დარჩით ჩვენს არხზე. მე ახალი ამბებით ხვალ დაგიბრუნდებით. კარგად ბრძანდებოდეთ.